მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთადოლიძე ვარ. სტრასბურგის სასამართლომ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე იგივე ფარაზე ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა. საჩივარში საია დაობს, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ შემდეგ უფლებებს. გაერთიანების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, უფლებების შეზღუდვა და გამოყენების ფარგლები. მე წარმოებაში საიას მიერ წარდგენილ ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. კერძოდ, საჩივარში საია დაობს გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების, დისკრიმინაციის აკრძალვის. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს. ეს ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეს პრიორიტეტულ რეჟიმში განიხილავს, რადგან იგი ეხება ფუნდამენტური მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემას და ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გახდება პრეცედენტული არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის საბჭოს წევრი სხვა სახელმწიფოებისთვის. ყველა ის მუხლი, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ დააყენა, ასე ვთქვათ, კითხვის ქვეშ თუ რამდენად იყო დარღვეული კონვენციის, ის ყველა დააკომუნიცირა უშუალოდ სასამართლომ, ანუ დაუსვა კითხვები უშუალოდ სახელმწიფოს, თუ რამდენად იყო დარღვეული ეს მუხლები. კონკრეტულად ეს არის დაახლოებით 6 მუხლი. პირველი ეს არის მერვე მუხლთან დაკავშირებით, ინდივიდუალურ მომჩინებთან მიმართებით, თუ რამდენად დაიხვა პირადი ცხოვრების უფლება. ასევე იყო მეათე მუხლი, ეს არის გამოხატვის თავისუფლების მუხლი და ასევე არის მე-11 მუხლი, ეს არის შეკრების და გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლი. განსაკუთრებით რაც გამიხარდა იყო ის ერთი მუხლი, რომელიც აღნიშნე კიდეც, ეს მუხლი ამბობს ესეთ რამეს, რომ ხომ არ იყო ეს კანონები მიღებული იმ მიზნით, რომ ჩაახშოს კრიტიკული ხმები და მოახდინოს მთავრობამ ანგარიშწორება სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. და მე მწამს 100%-ით, რომ ზუსტად მაგიტომ მიიღო ყველა კანონი, ფარაც მათ შორის საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია, ის მედია, რომელსაც ვერ აკონტროლებს თავად. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობის ნაწილს თავის შეიკავონ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. დამატებითი განმარტება სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალების შემდეგ გავრცელდა. განცხადების მიხედვით ციცრუე თითქოს მიუსაფარ ძაღლებს ქუჩაში იჭერენ და შემდეგ კლავენ. სააგენტოს განმარტებით ძაღლების გადაყვანა ხდება მხოლოდ ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების მიზნით და ითვალისწინებს მიუსაფარი ან მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, იდენტიფიკაცია, რეგისტრაციასა და კასტრაცია სტერილიზაციას. მიუსაფარი ცხოველების შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს. გარდა იმ ადგილებისა, რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესებისა და უსაფრთხოების რისკებს მოიცავს. მაგალითად, როგორიცაა საბავშვო ბაღები და სკოლები. ამ პროგრამის მიზანი მთავარი ის არის, რომ დავიცვათ ადამიანის ჯანმრთელობა პირველ რიგში, შემდეგ თვითონ ცხოველის ჯანმრთელობა, ადამიანების უსაფრთხო გარემოში იყვნენ, ცხოვრობდნენ და გარდა ამისა პოპულარიზაცია გაუწიოთ ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანურ მეთოდებს. გორის თავშესაფარი ამ წუთას ჩვენ განვიყვანილ ცხოველებს აღიარებს. სპეციალური, ასე ვთქვათ, დატრენინგებული ბრიგადები არიან, რომლებიც ასე ვთქვათ, აყავთ მიუსაფარი ცხოველები ქუჩიდან, შემდეგ გადაყავთ ისინი ცხოველთა თავშესაფარში. თავშესაფარში იქ ხდება მათი, ასე ვთქვათ, სტერილიზაცია, კასტრაცია, შემდეგ რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია, რა თქმა უნდა, აუცილებელია. შემდეგ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, კიდევ ერთხელ ერთ-ერთი საერთოდ კომპონენტი გახავთ, ეს ყველაზე ასე ვთქვათ საჭირო და შემდეგ უკვე ლეიშმანიოზზე და ჭირზე გამოყვება და შემდეგ უკვე აბრუნებენ ისევ გარემოში. ქართული კულტურისა და ფოლკლორის მოამაგის ანსამბლ რუსთავის დამფუძნებლის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. მშობლიურ ქალაქში ხელოვანი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. 5 წელი გავიდა გამორჩეული ოზურგეთელის ქართული ფოლკლორის დიდი ქომაგისა და მოამაგის
ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან. ოზურგეთში მისი სახელობის ფოლკლორის ცენტრთან სასულიერო პირები, რიგითი მოქალაქეები, ფოლკლორის ცენტრის აღსაზრდელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მისი სახელობის სტელასთან შეიკრიბნენ. ყვავილებით შეამკეს და მისი სულის მოსახსენიებელ პანაშვს დაესწრნენ. შესრულდა არაერთი გალობა და ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედებიდან გამორჩეული სიმღერები, რომელიც სალუტბარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შეასრულეს. დღეს განსაკუთრებული პატივისცემით და გულისხმიერებით გავიხსენეთ დიდი ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული მესვეური ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. მისი სახელი, როგორც უკვე აღნიშნეთ, უკავშირდება ფოლკლორს, ჩვენ მრავალხმიანობას და ეროვნულ იდენტობას. ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოსთვის, თუმცა მისი დატოვებული მემკვიდრეობა მარადიულია. ჩვენთვის ფოლკლორის ცენტრისთვის ორმაგად საპასუხისმგებლო გახლავთ ბატონი ანზორის სახელი. იცით რომ ფოლკლორის ცენტრს ქვია ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელი და ეს ვანიჭებს უდიდეს პასუხისმგებლობას, რომ გავაგზავნოთ ღირსეულად ის გზა, რომელსაც მიუყვებოდა მთელი თავისი ცხოვრება ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. დღეს თქვენ ნახეთ ის ბავშვები, ვინც მართლაც ღირსეულად აგრძელებენ იმ დიდ საქმეს და ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად რომ ხელი შეუწყოთ მომავალ თაობას, ბავშვებს და ისინი სულიად უფასოდ დაიუფლონ ქართულ ხალხურ სიმღერას, გურუს, საეკლესიო საგალობლებს და ეს ჩვენთვის კიდევ ერთხელ არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი საქმე. მადლობა ბატონ ანზორ ერქომაიშვილის მისი უდიდესი ღვაწლისთვის. ოზურგეთის დრამატულ თეატრში გუშინ გამორჩეული დღე იყო. გაბრიელ მდინარაძის სახელობის ჯილდო პირველად ლევან საღინაძეს გადაეცა. ამაგდარის ტიტული კი ნანული ქავთარაძეს ერგო. საქართველოს თეატრალური საზოგადოებისა და ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ინიციატივით გაბრიელ მდინარაძის სახელობის ჯილდო დაფუძნდა, რომელიც ამიერიდან გამორჩეულ არტისტებს გადაეცემათ. აღნიშნული შესახებ ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ გურია ტივის განუცხადა. სახელოვან თეატრალებს შორის ამიერიდან იარსებებს არც გარდაცვლილი მსახიობის, სახალხო არტისტის ოზურგეთის დამსახურებული მსახიობის გაბრიელ მდინარაძის ჯილდო და მისი პირველი მფლობელი ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ლევან საღინაძე გახდა. ლევანი არც განსვენებულ მსახიობს ძალიან უყვარდა და გულშემატკივრობდა, როგორც მის ადგილმონაცვლეს ტიგრანას როლში და ნიჭიერ შემოქმედს. ასევე ამაგდარის საპატიო წოდება მიენიჭა ოზურგეთის დრამატული თეატრის ტექნიკურ პერსონალს. მრავალწლიანი სტაჟის მქონე ნანული ქავთარაძეს ოზურგეთის თეატრისადმი ერთგული სამსახურისთვის. ჯილდო და წოდება ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან საღინაძესა და ნანული ქავთარაძეს პირადად გადასცა. 27 მარტი საერთოდ ეს არის თეატრის საერთაშორისო დღე. ამას აღნიშნავს მთელი მსოფლიოს თეატრები. მაგრამ ჩვენი თეატრისთვის წლევანდელი 27 მარტი კიდევ ერთხელ განსაკუთრებული იყო იმით, რომ საქართველოში დაწესდა გაბრიელ მდინარაძის სახელობის ჯილდო. ეს არის დიდი პრესტიჟი და დიდი სიამაყე ოზურგეთის თეატრისთვის და სამწუხაროა რომ ბატონი გაბო თავის 98 წლის იუბილეს სულ რამოდენიმე თვე დააკლდა და დიდება მისულს. მისი სახელობის ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა გამორჩეულ მსახიობებს, რომლებიც ღირსი გახდებიან ბატონი გაბოს ჯილდოს. და გვიხარია რომ წელს ეს გამორჩევა გაკეთდა, რადგანაც პირველი იყო ლევან საღინაძე გაბრიელის ერთ-ერთი უსაყვარლესი ახალგაზრდა მსახიობი იყო. ამის გარდა ხაზგასმით ვამბობთ რომ გაბო იყო ბრწყინვალე ტიგრანა და ლევანიც ძალიან კარგი ტიგრანა იყო და ბატონი გაბო მას კულისებიდან გულშემატკივრობდა რომ აი ესეთი გამორჩეული ტიგრანა გვყავს. ამის გარდა ჩვენ გახარებულები ვართ რომ ჩვენს დამსახურებულ ღვაწლმოსილ ქალბატონს
ქალბატონ ნანული ქავთარაძის, რომელმაც 40 წელზე მეტია ემსახურა ოზურგეთის თეატრს. დაჯილდოვდა ქართული თეატრის ამაგდარი. არსებობს ეგეთი ჯილდო და ეს მან ღირსეულად დაიმსახურა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა ეს პრიზი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ თეატრს, მთელ კოლექტივს, ჩვენს ნიჭიერს და საყვარელ კოლექტივს, ბატონ ზაზას, ვასოს და ბატონის ზაზას დამადობით. ასევე არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო კულტურის სამინისტროს ასეთი დიდი ჯილდოსთვის, ჩემი დაფასებისთვის. პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ დაარსდა ბატონი გაბრიელის სახელობის ეს პრიზი და არანაკლებ მიხარია, რომ მე გავხდი ამ პრიზის პირველი მფლობელი. განსაკუთრებული ადამიანი იყო ბატონი გაბო, ჩვენს განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ვასოს, ბატონ გიორგი გეგეჭკორს პირველ რიგში ამ პრიზის დაწესებისთვის. და იმისთვის, რომ მე გავხდი ამ პრიზის პირველი მფლობელი, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც თუნდაც იოტის ოდენა წვლილი შეიტანა ამ ძალიან მაგარ საქმეში. ეს ფაქტი ჩემთვის არის ძალიან ემოციური. ძალიან ბედნიერი ვარ, აღელვებული და პირველ რიგში ძალიან მადლიერი ვარ. პირველ რიგში მადლიერი ვარ ბატონი ვასოს, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ეს იდეა მას ეკუთვნოდა და რა თქმა უნდა ბატონი გიორგი გეგეჭკორის, რომელმაც აასრულა ეს ვასოს ოცნება, ასე ვთქვათ. გაბომ ძალიან გრძელი გზა გამოიარა შემოქმედებითი და მთელი თავისი ცხოვრება მართლა თეატრში ალია. ყველაფერი იყო მისთვის თეატრი და უზომოდ მადლიერი ვარ მამაჩემის ასეთი დაფასებისთვის. ლევანის მინდა მიულოცო და ძალიან დიდი წარმატება უსურვო მას. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს 1982 წელს დაბადებული პირი და ასევე დედაშვილი. დედა წარსულში ნასამართლებია. გამოძიებით დადგინდა, რომ შენიღბული ბრალდებულები 29 მარტს გვიანღამით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ მოქალაქეს საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად დაესხნენ თავს. ფიზიკურად იძალადეს მასზე და ძალის გამოყენებით 8200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი წაართვეს. პოლიციის მიერ ნივთი მტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა და ნივთები. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 108 პირი დააკავეს. მათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა. რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა ედებათ ბრალად. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მათი დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. სამართალდამცავების მიერ საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში გამოვლენილი და დაკავებული არიან ის ნარკოდამნაშავეებიც, რომლებიც უცხოეთიდან ამანათებით შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ. პოლიციელების მიერ ასევე აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გავრცელების მცდელობის მორიგი მასშტაბური ფაქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმერეთისა და აჭარის რეგიონებში შემდგომი რეალიზაციის მიზნით 600-ზე მეტ ლოკაციაზე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განათავსა. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია კონკრეტული ადგილების ფოტოსურათები შესაბამისი აღნიშნულებითა და ადგილმდებარეობით. სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, მეთადონი, ალფა-პვპ, MDMA, ბუპრენორფინი და კლეფედრონი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.